მოგესალმებით. ეს გახლავთ აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი ინტეგრას პოდკასტი და მე გახლავართ მისი წამყვანი ნია ძერია, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. ჩვენი პოდკასტის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრებთ ფსიქოლოგიაზე, ფსიქოთერაპიაზე, ყველაფერი იმაზე, რაც მე მგონი გვეხება თითოეულ ჩვენგანს ყველას ყოველდღიურობაში, როგორც ადამიანებს. ჩვენი პირველი გადაცემის, ჩვენი პირველი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ გიორგი ჭანტურია, ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი. მადლობა პირველ რიგში ძალიან დიდი, მე პირველი სტუმრის პასუხისმგებლობის აღებისთვის, გიორგი. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ფსიქოთერაპიაზე, ფსიქოანალიტიკურ თერაპიაზე, როგორც თქვენს მიმართულებაზე და დავიწყოთ მაშინ ალბათ პირველი იმ საკითხით, რაზე ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ ფსიქოთერაპიაზე, ალბათ ეს იქნება ყველაზე მართებული შეკითხვა. როგორ განვსაზღვრავთ ამ საუბრით მკურნალობას? კეთილი, მოგესალმებით. მადლობელი ვარ, რომ მომიწვიეთ. დღეს ესე თქვა, ჩვენი დებიუტი შედგა. ნამდვილად. რა თქმა უნდა, ეს თემა ძალზედ მნიშვნელოვანი არის ზოგადად. ამის გარდა ყველაზე საინტერესოა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს თემა სტიგმატიზირებულიც არის, მიუხედავად ბევრი სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო თუ სხვადასხვა სახის თერაპიული შეხვედრების მიუხედავად. ამიტომ დღეს ალბათ კარგი იქნება, რომ ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე, რაღაც კონკრეტულ მიმდინარეობებზე, ვისაუბროთ რა არის თვითონ ფსიქოთერაპია, როგორ მუშაობს ფსიქოანალიზი, მეტნაკლებად შევეხოთ ამ პროცესს. ასევე ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ფუნქცია აქვს ფსიქოანალიტიკოს თერაპიის პროცესში და როგორც თქვენ აღნიშნეთ, რა არის ლაპარაკით, ანუ საუბრით თერაპია. ანუ რა საკეთებს ეს პროცესი. იმიტომ რომ ხანდახან არის რომ განცდა აქვს ჩვენს როგორც პაციენტებს, კლიენტებს, საზოგადოებას, რომ ვისაუბრო მე რა. ან მე იგივეს ხო ვაკეთებ ჩემს ოჯახის წევრებთან, ან ჩემს მეგობრებთან, რა განსხვავება არის პროცესში. ეს არის ობიექტური კითხვა. როცა ადამიანი არ ხვდება, ან არ იცის, ყოველ შემთხვევაში და არც აქვს ვალდებულება, რომ იცოდეს ეს პროცესი. თუ დავიწყეთ ფსიქოანალიზის, ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაზე საუბარს, ხას გავუსვამ, რომ ეს არ არის მარტო თერაპიული პროცესი. ეს არის მარტო ტექნიკა, როგორც ასეთი. ეს არის მთელი თეორია, რომელიც ეფუძნება ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც იკვლევს მის არაცნობიერ ნაწილს, რომელიც პრაქტიკულად საუკუნეები არსებობს და ვფიქრობ, რომ კიდევ დიდხანს იარსებებს, სანამ ადამიანი არის, სანამ ადამიანს შეუძლია საუბარი, სანამ ადამიანი იყენებს სიტყვას და სანამ არის ამ სიტყვაში გარკვეული სიმბოლური ჩარჩოები და მდგომარეობა. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანმა არ იცის რა უნდა. ხანდახან თვლის, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სინამდვილეში მის უკან რა დგას, მამის არ ცოდნა არსებობს. უფრო მეტიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიით როცა მუშაობ და თვითონ ფსიქოანალიტიკოსი როცა მუშაობს პაციენტთან, მას არ აქვს პრეტენზია იმისა, რომ მან იცის პაციენტის მდგომარეობა, ფსიქიკური მდგომარეობა. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ხანდახან თერაპევტებს აქვთ იმისი ერთგვარი ნარცისული მოთხოვნილება, სურვილი, მდგომარეობა, რომ ყველაფერი იცის. და ჩემი რმარწმენით ჩვენზე უფრო უკეთესად პაციენტმა იცის საკუთარი ჯანმრთელობის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. უბრალოდ ამ ცოდნასთან ურთიერთობა უჭირს. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, ხანდახან არც უნდა ამ ცოდნასთან ურთიერთობა. და ფსიქოანალიტიკოსი არის ის ადამიანი, რომელიც ეხმარება ამ ცოდნასთან ურთიერთობაში. უკეთებს მის სიტყვებს ინტერპრეტაციას. არა ახსნას, ან რჩევის მიცემას, ან დარიგებას, არამედ ერთგვარ თარგმნას პაციენტის სიმპტომის, რომელიც გამოხატულია მის მეტყველებაში, ან მის სიჩუმეში. იმიტომ რომ სიჩუმეც ერთგვარი ნაწილია თერაპიულის. დიდი ინფორმაციაც. და საკმაოდ. და ეს ძალიან
ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ეს ეფუძნება ბევრ რამეს, ეს ეფუძნება ნდობას, ეს ეფუძნება იმ გარემოს, რომ ფსიქოანალიტიკოსმა ის გარემო შექმნას ის სივრცე, სადაც პაციენტს შეიძლება მისი ფანტაზმის გამოტანა გარეთ და ეხმარება რომ იმ რეალობაში დააბრუნოს, იმ სუბიექტურ რეალობაში დააბრუნოს ჭეშმარიტებაში, რომელთანაც პაციენტი ხშირ შემთხვევაში ან კლიენტი ხშირ შემთხვევაში გაურბის. და როცა ვლაპარაკობ ფსიქოანალიტიკოსზე, ეს ადამიანი არის ის, ვისაც აქვს ცოდნა ფსიქოთერაპიის, ფსიქოლოგიის, ეს ადამიანი ის, ვისაც გავლილი აქვს პირადი ანალიზი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს 5 წელი, 7 წელი, შეიძლება იყოს გარკვეული პერიოდი, რომ მან საკუთარი არაცნობიერი იცოდეს. ესეც აუცილებელია, რომ პაციენტთან იმუშაო, შენი თავი უნდა იცოდე. ხანდახან შენც უნდა გახდე პაციენტი ამ პროცესში. კიდევ მნიშვნელოვანია თუ ვლაპარაკობთ ფორმაციაზე, როგორც ასეთ ფსიქოანალიტიკის ფორმაციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია 3 რამ ერთგვარად. ეს არის პირადი ანალიზი, ეს არის სუპერვიზია, ამ შემთხვევაში თუ თარგმნით ეს იქნება პროცესი, სადაც შენ გაგაქვს შენი პაციენტის თემატიკა ან ის პრობლემა, რომელიც მიმდინარეობს შენს პაციენტთან, იმ ადამიანთან, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს ამ პროცესის. რა თქმა უნდა, პაციენტის ნებართვით. იმის გარეშე არ შეიძლება და რა თქმა უნდა, ამ დროს პაციენტის ახალ გვარს არ ამბობ. კონფიდენციალობის სრული დაცვა. რა თქმა უნდა. და ეს აუცილებელია სუპერვიზორი ან ის ადამიანი, რომელიც გეხმარება ამ პროცესში, ეს არა მარტო ის გეუბნება რა გააკეთო, არამედ გეხმარება შენს განცდების დამუშავებაშიც პროცესში. და ეს უნიშნულოვანესი ნაწილი, ესე იგი ანალიზი, სუპერვიზია და თეორიული მასალის დამუშავება. ამის გარეშე თერაპიული პროცესი, ანალიტიკური თერაპიული პროცესი და როგორც ფსიქოანალიტიკოსი ვერ იქნები. როგორც მარტო ფსიქოანალიტიკოსი კი არა, ვინც კი მუშაობს ფსიქოთერაპიაში, ვიდრე ძალიან ბევრი მიმდინარეობა არის, რა თქმა უნდა, ფსიქოთერაპიაში, იქაც კი აუცილებელია, რომ შენ თავთან იმუშაო, შენ იმუშაო ლიტერატურასთან, შენ იმუშაო გარკვეულ ტექნიკებთან, შენ იმუშაო იმ ხალხთან, ვისაც აქვს უფრო მეტი გამოცდილება ამ პროცესში. და ეს ეხმარება მერე პაციენტს. ამის გარეშე არ შეიძლება. მე ასე ჩემი ღრმა რწმენით ასე მიმაჩნია. ეს აუცილებელია. და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თუ ავიღებთ მცირედ გაყოფას თუ ავიღებთ ანალიტიკურ ნაწილს და ფსიქოდინამიკურ ფსიქოანალიზს, პირობითად თუ ასე შევხედავთ ამ პროცესს, ანალიტიკური ნაწილი არის ის პროცესი, როცა შენ ხანგრძლივად მუშაობ შენს თავთან, შენს არაცნობიერთან, არა კონკრეტულ სიმპტომთან, არამედ შენს არაცნობიერთან და ეს ხანგრძლივი პროცესია. სავალდებულოა ფსიქოანალიტიკოსმა უნდა გაიაროს, მაგრამ სხვა ადამიანების ეს სავალდებულო როგორც ასეთი არ არის, ვისაც არ აქვს სურვილი პირად არაცნობიერ ნაწილთან იმუშაოს, ის მისთვის არ არის ვალდებულებითი აქტი. მაგრამ თუ ვლაპარაკობთ ფსიქოდინამიკურ ფსიქოთერაპიაზე, ფსიქოანალიტიკურ ფსიქოდინამიკურ ფსიქოთერაპიაზე, აქ არის ორიენტირებული სიმპტომზე, მდგომარეობაზე, ნებისმიერ იმ განცდაზე, რომელსაც შენ აღიქვამს შენს თავთან. და შენი თავიდან გამომდინარე, მე აღიქვამს სამყაროს და სამყაროსთან ურთიერთობაზე. აქ არ არის აუცილებელი რაღაცა მწვავე კრიზისული პრობლემა იყოს, ან რაღაცა მწვავე სიმპტომური გამოვლინება იყოს. ამ შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იმუშაოს საკუთარ თავთან. შეიძლება იყოს შინაგანი კონფლიქტი, შეიძლება იყოს რაღაცა პროცესი, რომელიც გადაწყვეტა უჭირს და ჩართულობა, შეიძლება იყოს ურთიერთობები, შეიძლება სხვადასხვა მდგომარეობა, რომელთანაც სჭირდება ერთგვარი თანადგომა. და ამაში სისუსტე არ არის. ხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ახსენეთ სტიგმა დასაწყისში, იმიტომ რომ საკმაოდ სტიგმატიზებულია ფსიქოთერაპია. ალბათ ქართულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ ჯერ მე მგონი კულტურა ჯერ კიდევ ახლა და ახლა იმზადება, რომ კარგად გაითავისოს ამ პროცესის რაღაცა შინაარსი და მიზნები. მაგრამ იმდენად ბევრი და საინტერესო საკითხი ახსენეთ ახლა, მინდა რომ რაღაცა არაფერი არ გამოგრჩეს და სათითაოდ ყველა მათგანზე გავაკეთოთ რაღაცა მცირეოდენი აქცენტი მაინც.
ალბათ ყველაზე პირველი რაც არის საინტერესო, აი ადამიანები, რომლებსაც ისევ ჩვენს კულტურაში ჯერ კიდევ დაბალი ცნობიერება აქვთ ამ პროცესის მიმართ, შესაბამისად ლოგიკურია, რომ ნდობაც ჯერ კიდევ ისე არ არის განვითარებული. თქვენ ახსენეთ კიდეც, რომ მეც ძალიან ხშირად მომისმენია, რომ აი რას მიშველის რომ მივალ და ვილაპარაკებ. ან არის მეორე მომენტი, რასაც მეც წავწყდომი ვარ ჩემს პრაქტიკაში, მოდის ლაპარაკობს რაღაცა ვენტილაციის ხასიათით, მერე რა თქმა უნდა შვებას გარკვეულად გრძნობს, მით უმეტეს თუ სხვაგანაც არ აქვს სივრცე, რომ ეს რაღაც თავისი ემოციები ამოიტანოს და როგორც კი ამ შვებას გრძნობს, ფიქრობს, რომ აი უკვე შედეგი მიღწეულია, რაღაცა აქ დაასრულა, მერე მიდის და რეალურად რაც თქვენ ისაუბრეთ, აი საკუთარ არაცნობიერთან წვდომა, თქვენ თქვით ესეთი, რომ საკუთარ ცოდნასთან ურთიერთობას სწავლობს, ყველაზე უკეთ რეალურად მანიცის, ჩემი შეხედულებითაც, რა მდგომარეობა აქვს და რა ჭირს და ამ პროცესში შეუძლია ისწავლოს ზუსტად ამ ცოდნასთან ურთიერთობა, მაგრამ იქამდე მე აღარ მიდის ხოლმე, იმიტომ რომ ის თითქოს ზედაპირული სიმპტომი, ასე ვთქვათ, მოიხსნა და მე აღარ არის რაღაცა სიღრმეში ჩასვლის მოთხოვნილება. თან აქეთ კიდე ეს სტიგმატიზებული რაღაცა საზოგადოება და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო მეტად ერთ-ერთია ამ სტიგმის და ამ რაღაცა უარყოფის, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის ხელშემწყობი ფაქტორი არის უშუალოდ თერაპიული პროცესის მიმართ. აი, რაღაცა ვთქვათ, ავიღოთ ერთი სესია, რა ხდება ამ პროცესში, ვერ წარმოუდგენიათ ხოლმე კარგად. მაგალითად, ვილაპარაკე მართლა და მომისმინა თერაპევტმა, რჩევები მომცა და მარიგა, რომ შენ ახლა წადი ესე მოიქეცი, ისე არ მოიქცე. თუ რა ხდება ამ პროცესში, როცა ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ შენ შეძლებ, მე დაგეხმარები, რომ ისწავლო ურთიერთობა საკუთარ ცოდნასთან, როგორ უნდა გააკეთოს ეს? პირველი შეკითხვა ეს არის ხოლმე, როგორც წესლოგიკური. როგორ ვაკეთებ ამას? ხო, საკმაოდ ისეთი რამოდენიმე კითხვით შედგება ეს პროცესი. ნუ, ავიღოთ პირველი სტიგმატიზაციაზე. ზოგადად ეს მდგომარეობა თვითონ პროცესი სტიგმატიზაციის ძალიან დიდი ხანია მოდის. ამას თავისი ისტორიაც აქვს. და რაც მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ პროფესიას, როგორც ასეც, ადრე თუ მიიჩნეოდან, ყოველში ჩემი, ესე ვთქვათ, სტუდენტობის პერიოდში, მოზარდობის პერიოდშიც და პირველი ნაბიჯები რომ დავიწყე მე მუშაობის, ესე ვთქვათ, 2008 წელს დავიწყე მე მუშაობის პერიოდშიც, ჩვენ მოვისაზრებოდით როგორც გიჟების ექიმი. ანუ რა მინდა გიჟების ექიმთან? ფსიქოლოგიურად მინდა გიჟი ხوار ვარ. ხო, ფსიქოლოგიურად მინდა გიჟი, აგერ წავალ და იმას ჩემს მეგობარს მოუყვები რაღაცას. ნუ ამ ლაპარაკობს სიტყვა გიჟს, ამას რა თქმა უნდა, არაშეურაცხყოფლებ აქტად განვიხილავ, უბრალოდ ეს ტერმინი იყო ჩამოყალიბებული ამ ჩვენ საზოგადოებაში. დღეს საბედნიეროდ ეს არ არის ასეთი აქტიური. შეიძლება ითქვას, კი დარჩა რაღაცა გარკვეული ნაწილი, მაგრამ არა ისეთი როგორიც იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა პერიოდი ძალიან ბევრმა ადამიანმა, ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ იმუშავა იმაზე, რომ ეს განცდა მეტნაკლებად შემსუბუქებულიყო და ეს დამოკიდებულება შესრულიყო. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უფრო უკეთესი და ბევრად უფრო წინ წასული პროცესი არის, ვიდრე ჩემს მოზარდობასა და ჩემს სტუდენტობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან კაია. თუმცა რა თქმა უნდა არის ის, რომ თავს იკავებენ, თუმცა იმის გარდა რომ სტიგმატიზირებულია პროცესი, იმის გარდა რომ ეს ნაწილობრივ სტიგმატიზირებული არის, კიდევ მეორე ნაწილიც უნდა ხაზი გაესვას, ეკონომიკური ნაწილი. ანუ გულისხმობ იმას, რომ თუ ჩვენ საუბრობთ, რომ თერაპიული პროცესი არ არის 2 ან 3 ან 4 შეხვედრა, შეიძლება არც 20 იყოს ამ პროცესში შეხვედრას. ხო, მაშინ ეს უნდა იყოს მორგებული ერთგვარად პაციენტზე, კლიენტზე, რომ მან შეძლოს. ეს აუცილებელია. ფინანსურად. ხშირ შემთხვევაში არის რომ ანებებს ფინანსურობის პრობლემის გარშემო, ხშირ შემთხვევაში არის როგორც თქვენ აღნიშნეთ, ვენტილაცია მოხდა, ხშირ შემთხვევაში ვიღაცამ უთხრა რომ არა გინდა, მოდი აქეთ. ხო, ეს კიდევ არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, რომელიც დაალაგებადია. რაც შეეხება თერაპიულ ნაწილს, ანუ როცა პაციენტი მოდის და ამბობს, რომ მე მოვედი, იმიტომ რომ მიშველო, და ეს სურვილი არსებობს, მაშინ ისთვის კითხვა რას ნიშნავს მიშველო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. რისგან უნდა შველა? და მეორე კითხვა მე ყოველთვის მიშდება, უნდა რომ შველა.
ესეც აუცილებელი პროცესია. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თუ ჩვენ უყურებთ ანალიტიკური ნაწილით ამ პროცესს, ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ანალიტიკოსი არ არის ის ტიპი, რომელიც პაციენტს ეუბნება, რომ იცი რა, შენ ჩემთან რო ივლი, გეშველება. იმიტომ კი რა რომ არ უნდა რომ უშველოს, ან იმიტომ კი რა რომ გულქვა არის, ან არ აინტერესებს, არა, იმიტომ რომ ეს ისეთი გზა არის, სადაც ბევრი გარდამტეხი პროცესი მიდის. და ანალიტიკოსმა უნდა შექმნას ის გარემო, სადაც პაციენტი იწყებს საკუთარ თავთან მუშაობას. საკუთარ შინაგან სამყაროსთან ურთიერთობას. იმიტომ რომ მე მახსოვს, ჩემთან პაციენტი რობოდის და რომ ჯდება და უნდა მოყვეს რაღაცა, უცბად ჩერდება. და მე ამბობს, მე მოვდიოდი, იმდენი აზრი მქონდა, აი ეს უნდა მომეყოლა, ის უნდა მომეყოლა, მაგრამ აქ ვეღარაფერს ვერ ყვები. ან მეორე მხარეა, მე მოვდიოდი, მომზადებული, უნდა მოგიყვეთ ეს, მაგრამ უცბად იწყებს სხვა რამეს ელაპარაკს. და ამბობს, რომ ამის თქმა არ მინდოდა მომეყოლა ის, რაც მაწუხებს. სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით რა გვინდა. ვისაუბროთ თერაპიაზე. არ ვიცით რა გვინდა ხანდახან ჩვენს გარშემო პროცესებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ზოგადი თვალსაზრისითაც არ ვიცით რა გვინდა. ზოგადი თვალსაზრისით, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს სურვილი რაღაცის. სურვილი რაღაცა კონკრეტული პროცესის. წვდომა რაღაცასთან, რაც დავკარგეთ. ამ დანაკლისის ერთგვარ შევსებასთან. და ეს დავკარგეთ სად? ბავშვობის რაღაც ნაწილში. და ეს სურვილი მინდას ნაწილის ყოველთვის ბავშვურია. ყოველთვის ბავშვურია. უნდა გავიგოთ სინამდვილეში ეს მინდა რამდენად გჭირდება. და თერაპიის ნაწილში განსაკუთრებით პირველ შეხვედრაზე არ ხდება, თუმცა პაციენტი გვიყვება თავის მდგომარეობას, არ ხდება ყოველში მე ასე ვთვლი, არ ხდება უცბად ინტერპრეტირება. ანუ უცბად თქვა, თქვენ ეს გინდოდათ? თქვენ ამას ფიქრობდით? მე კი ვიცი რა გინდათ. იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. პირველი ეტაპი იწყება გაცნობით. გაცნობით პაციენტის, გაცნობით მისი ისტორიის, გაცნობით მისი ცხოვრების, მისი სიმპტომის. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ გვექნება მოსაზრებები რაღაცა, რომ შეიძლება ეს პაციენტი ასეთი ტიპის იყოს. მაგრამ ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, ანუ მტკიცებულებაში არ გადავეყვანთ, ანუ დიაგნოსტირებას როგორც ასეც არ ვაკეთებთ. არ ხმარობთ ფსიქიატრის guidelines, რომ ეს საქმე ფსიქიატრის guidelines ნაწილია. ჩვენ მუშაობთ მის არაცნობიერ მის პიროვნულ სტრუქტურასთან. რომ მე პაციენტმა შეძლოს საკუთარ სტრუქტურასთან ურთიერთობა. არ ვაკეთებთ ნორმალიზაციას, არ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია, ასე უნდა იყოს. თვითონ ნორმალიზაცია სტრუქტურული ნაწილია პიროვნების. ანუ გამოდის, რომ ჩვენ მუშაობთ როგორც ანალიტიკოსები, ზოგადად თერაპევტები პაციენტის სუბიექტურ სიმართლესთან. მის არაცნობიერ ნაწილთან, რომელიც გამოხატულია რაღაც სიმპტომით და სიმპტომი ზოგადად არის ფსიქიკის ენა. რომლის თარგმნა არის საჭირო და ამ თარგმნაში ვეხმარებით პაციენტს. და ეს ბედისნაირად დაპობრებად. თქვენ როგორც ამბობთ, რომ ჩვენ მუშაობთ პაციენტის სუბიექტურ სინამდვილესთან და ძალიან ხშირად ეს სუბიექტური სინამდვილე არის ხოლმე საკმაოდ მძიმე, ტრავმული, ძალიან თვითბრალდების განცდა, დიდი სირცხვილი და თუნდაც ფაქტობრივ დონეზე გაზიარება, რაც იმისიც კი, რაც ზედაპირზეა. დიდ სირთულესთან არის ხოლმე დაკავშირებული, იმიტომ რომ მოდის ხდება მისთვის აბსოლუტურად უცხო პიროვნება, რომლისგანაც უნდა თუ არ უნდა, მაინც აქვს მოლოდინი განსჯის. როგორც რომ შეაფასებენ, განსჯიან, დაადანაშაულებენ და სადაც განუმტკიცდება თითქოს ის განცდა, რომ მართლა მე დავაშავე და ასე შემდეგ. მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ თერაპია პირიქით ყველაზე არაგანსჯითი გარემოა, სივრცე, სადაც სრული მიმღებლობა არსებობს ადამიანის, ხო ასეა. თუმცა ეს მაინც არის ხოლმე. ეს აუცილებელია როგორც პირველ შეხვედრაზე, ისე ზოგადად იყოს გამეორებული. ეს ხანდახან პაციენტი ამას მოითხოვს, სულ მოითხოვს. მაგალითისთვის, მე რო თქვენ ახლა ეს მოგიყვეთ, თქვენ ჩემზე წარმოდგენა და გეკარგებათ.
ჩვენ მეუბნებით, რომ თერაპიული პროცესი არ არის მორალისტური მდგომარეობა. იქ არ არის მორალური შეფასება. იქ არ არის განსჯა. თერაპიული პროცესი არის, როცა პაციენტი საუბრობს თავის განცდებზე შეფასების გარეშე. ანალიტიკურში განსაკუთრებით. პირველ რასაც მეუბნებით, ეს არის, რომ თქვენ უნდა ისაუბროთ თავისუფალი ასოციაციებით. იმ ასოციაციებით, რაც პირველი თავში მოვა. თუნდაც ყველაზე გიჟური იყოს, ესე უხეშად რომ ვთქვა. მაგრამ უნდა ისაუბროთ. იმიტომ რომ ამაში არაფერი არ არის ამ ეტაპზე, არც ცუდი, არც კარგი, არც სწორი, არც არასწორი, ეს არის ის განცდა, რომელიც მეშინით მაქვს და მაწუხებს. და არ არის ეს რაღაცა მორალისტური ხედვა, რომ შენ ცუდი ხარ, იმიტომ რომ ასე ხელი. ხანდახან პაციენტი მოსწრ რომ მე ისეთ რაღაცებს ფიქრობ, რომ მე ამორალური მგონია თავი. მაგრამ ეს ასე არ არის. იმიტომ რომ ის განცდა ხო აწუხებს, რაღაც აწუხებს არსებობს რაღაც მორალური ჩარჩო, რომელიც არასდროს საშუალებას ის განახორციელოს, რაც წუხილს იწვევს მინიმუმ. ხო, და ეს უკვე კარგია. ანუ ფიქრი არ არის, ფიქრი, ფანტაზმი, სიზმარი, რომელშიც ჩვენ რაღაცას ვათამაშებთ იმ სურვილს, რომელიც არ უნდა გამოვიდეს გარეთ და მთავრდება ეგ, ეს უკვე ნიშნავს, რომ კარგია. ეს ნორმალურია. შეიძლება ითქვას. თავარია რომ იქ დასრულდეს. ფსიქიკამ მის ფსიქიკურ რეალობაში გადაამუშავოს. ეს კი სიმპტომის სახით გამოვლინდება შფოთვით, აპათიური მდგომარეობით, შეიძლება სრული ინჰიბიციაში გადავიდეს, ხო, გაყინვაში გადავიდეს, ან კიდე სხვა აგზნებაში გამოვლინდეს, მაგრამ ამაზე მუშაობთ, რომ ეს მოხდეს, მისი დამუშავება, რა ამ განაპირობა, რა არის ამისი საფუძველი, ნევროტული ბირთვი, მოდი ასე ვთქვათ. რა მოდის? და ეს პროცესია ხანგრძლივი. ანუ ეს რა ხდება იმ წუთას 5 შეხვედრის მერე, ან 20 შეხვედრის მერე და სწორად დაანიშნეთ ხანდახან პაციენტი მოგიყვება მის ამბავს და თავისუფლად, შეიძლება ძალიან მძიმე ამბავიც კი მოგიყვეს ძალიან თავისუფლად. და მე რიყვეს რომ აი ახლა კარგად გზნობ თავს. სინამდვილეში ეს მძიმე ამბავი იმდენად რთული არ არის, რამდენადაც მის უკან არსებული მდგომარეობა. ანუ რისი დამალვა უნდა ამ მძიმე ამბავით. რომ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს ვთქვათ, ხანდახან რომ შევხედოთ ეს ფსიქიკური პროცესის აისბერგივით არის. რაც ზევით არის 1-10-20 იმდენი ქვევით არის, რომელთაც ურთიერთობა მე არ მინდა. და ხანდახან პაციენტს თუ არ უნდა მივცეთ საშუალება, მივცეთ დრო, რომ მოისურვოს. რომ იყოს მზად თქვას და არა ის რომ მოდი მითხარი. მოდი ილაპარაკე. აი მე ვხედავ რომ შენ აი ეს გაწუხებს ნამდვილად შენ სიტყვებში და აბა ახლა მოდი ამოვიღოთ. იქნებ მე არ ვარ ამისთვის. ხო, ეს ძალადობრივი ხასიათის ხალხსახად არ უნდა იყოს. ხო, იქნებ მე არ ვარ ამისთვის მზად. ანუ უფრო მეტიც, როცა თერაპევტი ირგებს როლს ერთგვარი გურუს. ყოვლის მცოდნეს. როცა მისი ნარცისული ნაწილი წინ გარბის. და სათარის გზები ასწავლოს, აქ წადი, ეს ქენი, იმას არ გავაკეთო, ეს გააკეთე. თან საკმაოდ გამოწვევაც არის ხოლმე ეგ თერაპიულ პროცესში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად თვითონ ადამიანი ითხოვს ამას შენგან. მუდმივად ითხოვს, რომ მარტივი გამოსავალი მიიღოს. ეს არ უნდა მივცეთ. ამიტომ ანალიტიკურ ნაწილში რა არის, რომ პაციენტის უსმენს თერაპევტი. 45 წუთი პაციენტს უსმენს თერაპევტი. არ ერთვება. არ საუბრობს. უბრალოდ უსმენს. როცა მოთხოვნა აკეთებს შიგადაშიგ ინტერპრეტაციას. როცა ეს საჭიროა. და რა თქმა უნდა, პაციენტებს გააჩნიათ, არის სხვა ფსიქოტიპის პაციენტები, ფსიქიკური სტრუქტურის პაციენტები, რომელთაც აუცილებელია მეტყოლებითი აქტი, ჩართულობა. მაგრამ ძირითადად უსმენთ. ეს ხანდახან ვთქვათ, რომ რა გულქვა ხარ, მე ამას გიყვები და მითხარი რა გავაკეთო. მაგრამ მას ეს არ უნდა. სინამდვილეში მე რო ვუთხრა არ არის გამის გამკეთებელი, ან ისე გააკეთებს, რომ უარეს შედეგს დადებს. იმიტომ კი არ ვარ ჩუმად, რომ არ გვედარდება, ან არ ვიცით რა ქნას, ან შეიძლება მართლაც არ ვიცით რა ქნას, ხო? სინამდვილეში.
არა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ის გარემო, სადაც პაციენტი თვითონ მივა ზუსტად ამ პროცესში, თვითონ მივა იმ განათებასთან. გასხივოსნებასთან. გასხივოსნება ცოტა დიდი ის არის. იმ მომენტად, სადაც აი ეს იყო. ანუ უფრო მეტიც არ არის აუცილებელი პაციენტის სურვილის დაკმაყოფილება. ხანდახან საჭიროა ერთგვარი ამ სურვილის ჩახშობა. მეორეს კასტრაცია რო ვთქვა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ყველა სურვილი ახდენადი არ არის. და უნდა ვისწავლოთ ეს ჭრილობა ამ ჭრილობის ატანა უნდა ვისწავლოთ. და როგორც კი ამ ჭრილობას ავიტანთ, გადავამუშავებთ ამ შემთხვევაში. მაშინ ეს არის ზუსტად ის საშუალება რომ გავიზარდოთ. იმიტომ რომ ყოველი დანაკარგის მერე ვიზდებით. ეს ასეა. ნამდვილად. თუმცა ეს გამოთქმული უკმაყოფილება თერაპიულ პროცესში თქვენ როგორც ამბობთ, რა გულქვა ხარ. საუკეთესო შემთხვევაში თუ ამას თერაპიაშივე გამოთქვამს, ძალიან საინტერესო სამუშაო ამის დამუშავება და ამაზე მთელი რიგი მოკლედ მუშაობა, მაგრამ ყოველთვის უნდა ვუთხრათ პაციენტს, მე ასე ვფიქრობ. ყოველთვის უნდა ვუთხრათ პაციენტს, როდესაც არსებობს თერაპიული პროცესი. პაციენტ რა გრძნობები, განცდებიც გაგიჩნდებათ თერაპიულ ნაწილთან, თერაპევტთან. ეს შეიძლება იყოს პოზიტიურიც, შეიძლება იყოს მწვავედ ნეგატიურიც, ჩვენ ვიცით რომ ტრანსფერი და კონტრასფერი არსებობს, ხო? შეიძლება ან ეს განცდა, რომელიც მე დამოკიდებულება, რომელიც მე მიჩნდება თერაპევტის მიმართ, ან თერაპიის მიმართ, ეს გულწრფელად უნდა იყოს გამოთქმული. თერაპიაში უნდა იყოს გაანალიზებული და განხილული. იმიტომ რომ ეს ამის გარეშე მუშაობა შეუძლებელია. იმიტომ ეს მე ხელშემშელი პროცესია. ეს შეიძლება გახდეს გაქცევის საშუალებაც. ეს შეიძლება გახდეს ერთგვარი წინააღმდეგობის საშუალება, რომელიც იდეაში ისედაც ხდება წინააღმდეგობა. იმიტომ რომ განდევნასთან გვაქვს ხო მუშაობა. ყველა იმ პროცესთან როდესაც მე არ მინდა ურთიერთობა და ხანდახან ჩვენ პაციენტი პროექცირებს, ანუ გადააქვს რაღაცა კონკრეტული განცდები და ხატები თერაპიის მიმართ, თერაპიის პროცესის მიმართ და ასევე თერაპევტის მიმართ. და თერაპიის უკან თერაპევტი შეიძლება ხედავდეს მამას, ხედავდეს არა პირდაპირ ნიშნულობით, არა განცდის დონეზე, მამას, ვიღაცას, საკუთარ განცდას, რომელიც არის ხელშემშელი. და ამაზე ეს პირველივე ეტაპზე უნდა იყოს მიწოდებული, რომ ამაზე საუბრობთ. იმის გარეშე რა ქვია მაგას. შიშის გარეშე. ეს ბუნებრივი შვების მომგვრელი არის დასაწყისშივე ინფორმაციის ფლობა იმის შესახებ, რომ ნებისმიერი რამ შეგიძლია გააზიარო. ეს არის ის უსაფრთხო სივრცე. ცოტა კი გაცვდა ეს ფრაზა ჩემი აზრით ამ ბოლო დროს, მაგრამ რეალურად ის არის მართლაც უსაფრთხო სივრცეა, სადაც თავისუფლად შეგიძლია გამოხატო ყველაფერი, რასაც განიცდი, გრძნობ, ფიქრობ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ პირიქით ჩვენ მით უმეტეს ფსიქოანალიტიკურ თერაპიაში იქ ჩავდივართ, რაც შენც არ იცი რომ ფიქრობ, განიცდი და ასე შემდეგ. თუმცა ეს არის ის პროცესი და განსაკუთრებით ჩვენ თუ გავიხსენებთ კლასიკურ ფსიქოანალიზს თავის დროზე ხანგრძლივობას ამ პროცესის როგორიც იყო, დღევანდელ თანამედროვე საზოგადოებასთან გარკვეული განსხვავებები, მოდიფიკაციები არის საჭირო და მოხდა კიდეც. მეორე მხრივ ჩემი გულწრფელი წუხილი რომ გაგიზიარო ძალიან. ამ შემთხვევაში არ გულისხმობ მხოლოდ ფსიქოანალიტიკურ თერაპიას, ზოგადად ფსიქოთერაპიის მიმართ თითქოს დამკვიდრდა რაღაცნაირი ესეთი მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები, რომ რაღაც თითქოს წინასწარ უკვე უნდა არსებობდეს რაოდენობა სესიებისა, რომელშიც უნდა ჩაეტიო, იმისთვის რომ რაღაც შედეგზე გახვიდე. უხეშად რომ თქვათ და ეს ვრცელდება. კიდევ რაღაცნაირად იმ სტიგმას არ უწყობს ხელს. არაფრით სტიგმის ჩამოშლას უფრო სწორად. თუ შევხედავთ, თუ ამოვა. დღევანდელი ეს მაინტერესებდა თქვენი პირადი გამოცდილებით და მოსაზრებით თანამედროვე ფსიქოანალიზის ბედი როგორია, დღეს როგორ ხდება და მომავალიც რამდენად შეგვიძლია ვიწინასწარ მეთვალოთ. ვფიქრობ, რომ როგორც თავიდან აღნიშნე, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიას დღევანდელიც და მომდევნო პერიოდიც იარსებებს სანამ იარსებებს ადამიანი და მისი არაცნობები. და სანამ იარსებებს მეტყველება, ენა. მეტყველებას ავლაპარაკობ სიტყვების გამოხატვას, როგორც ასეც. და როგორც ენას ავლაპარაკობ და ქართულს, ინგლისურს, ლინგვისტურ ნაწილს.
საუბრობ მეტყველებას და ენას როგორც არაცნობიერის სტრუქტურას. რომელიც სავსე არის სიმბოლიკით. სავსე არის ყველა იმ განცდით, რომელსაც ჩვენ არ ვუსმენთ ხანდახან. ხო? ამიტომ ეს რაცანამ ეს არსებობს, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია და ნებისმიერი ფსიქოთერაპია იარსებებს. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ხო? ყველა ვამბობთ, რომ ფსიქოანალიზი ძალიან ხანგრძლივი პროცესია. მარი მოსაზრებები ასეთი, რომ ეს ხალხს საზოგადოებას უჭირს, ან ვინ გაჩერდება ამდენ ხანს ან კიდე რაღაც. მე ვფიქრობ, რომ ეს გადამეტებულია. ხას უსვამ. იმიტომ რომ საუბრობთ მიმართულებაში, ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაში არსებობს პირადი ანალიზი. ეს პირადი ანალიზი არის სავალდებულო ხაზგასმით ვლაპარაკობ, სავალდებულო ვისაც უნდა რომ იყოს ფსიქოანალიტიკოსი და ეს არის აუცილებელი. მაგრამ არსებობს კიდე ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია, არა ფსიქოანალიზია, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია, რომელიც ორიენტირებულია სიმპტომზე, განცდებზე, შეგრძნებებზე, იმ წუხილზე, რომელიც მე ამჟამად მაქვს. მაგრამ ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი პროცესი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ანალიტიკურ ნაწილში და გადავიდეს პაციენტი ტახტზე, პირობითად ვლაპარაკობ, რომელსაც თუ მას სურს, მე მის არაცნობიერ ნაწილთან იმუშაოს. მაგრამ ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ სიმპტომურ მდგომარეობაზე, რომელიც სრულდება რაღაც ეტაპში და პაციენტი გადის თერაპიიდან. არ ხდება მიჯაჭვა. არ ხდება ის პროცესი, სადაც შენ უჩემოთ ვერ იქნები. ხშირ შემთხვევაში ბევრი ამბობს ასე, გამიგია. ყოველ შემთხვევაში. ეს პროცესი 20 შეხვედრით თუ 100 შეხვედრით გაისწრება. მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ის განსაზღვრა. იმიტომ რომ თუ ვლაპარაკობთ სიმპტომის კონსერვაციაზე, თუ ვლაპარაკობთ სოციაბილურობაზე, თუ ვლაპარაკობთ რაღაცა პროცესზე, ჩვენ შეგვიძლია მტვერი ესე ვთქვათ, ხეშად გადავფერთხოთ, მოვაშოროთ და პაციენტი ეგზოს თავი და სოციალურად გავიდეს, ურთიერთობები განახორციელოს, ყველაფერი კარგად იყოს და ეს შეიძლება მოხდეს, რა ვიცი, 30 სესიაში, ან 20 სესიაში, პირობითად ვლაპარაკობ, არ ვამბობ, რომ კიდე თუ ასე არის, მაგრამ რაღაც ეტაპზე ის სიმპტომი ან ბრუნდება, ან სახეცვლილი ნაწილი ხდება. ამიტომ თერაპიულ ნაწილში ასე რომ ხაზი გაუსვათ, რომ კონკრეტულად მე შენ 20 შეხვედრაში მოგიგვარებ. რა ვიცი, რაღაცას ცოტა არ იყოს და როგორ თქვა ეს. ცოტა არ იყოს და დიდი განაცხადია. მე ასე ვთვლი. არის მიმართულებები, რა თქმა უნდა, არის მიმართულებები, რომელიც ორიენტირებულია სიმპტომზე. და ეს ძალიან კარგია. ამაზე არ ვამბობთ, რომ არ უნდა იყოს, ან ისინი არასწორები არიან და ჩვენ სწორები ვართ, რაღაცა ერთგვარ სექტანტურ ქმედებას არ ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ყველა ვეფუძნებით ერთ ნაწილზე, ხო, ვეფუძნებით ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ყველა ვეფუძნებით, ყველა მიმდინარეობა რაც არის, რაც გარდა შამანისტურისა. ყველა მიმდინარეობა რაც არის, ეფუძნება პიროვნების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ყველა არის ორიენტირებული, რომ პაციენტი, კლიენტმა იგრძნოს თავი კარგად. და ის დახმარება, რაც მას სჭირდება, მივცეთ. მივცეთ, რომ საკუთარ თავთან იყოს კარგად. და ეს გაკეთდება 20 დღეში თუ ერთ წელიწადში, ამაზე წინასწარ განსაზღვრა ჩემთვის მე პირადად, ჩემთვის შეუძლებელი. მე არ ვთვლი, რომ რაღაცა ზებუნებრივი ძალა გვაქვს, რომ მეც კი მინდა, რომ დავუშვათ 3 სესიის დროს პაციენტმა ისი კარგად იგრძნოს თავი და ამუშავოს ყველაფერი და წავიდეს ბედნიერი. უბედნიერი ეს იქნები და ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება. და ჩემი ახსნა მაქვს ამისაც, როცა ადამიანი იბადება და გადის პერიოდს მის ცხოვრების დაბადებიდან რაღაცა კონკრეტულ ასაკამდე მისი ცხოვრების არსებობს, მისი ცხოვრების ობიექტური რეალობაც და სუბიექტური რეალობაც.
მისი ფანტაზმი ამ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მისი განდევნილი ემოციები და განცდები, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებული საკუთარ თავთან, გარემოსთან, ოჯახთან, ტრადიციებთან, წესებთან, წარმოიდგინეთ, როცა 30 წლის ადამიანი, 40 წლის ადამიანი, 15 წლის მოზარდი ბოდის აი ამ ყველაფრით, აი ამ მთელი ისტორიით, მარტო თავისი ხო არა, მარტო თავის წარსულზე ხო არ ლაპარაკობთ თელს ისტორიაზე, რომელიც მის ოჯახს ეხება. და უცბად ეს სიმპტომატიკური ნაწილი, ეს ბირთვი შეიძლება ქმნიდეს რაღაც ნევროტულ ბირთვს, რაღაც მდგომარეობას, შინაგან მდგომარეობას, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა სახის სიმპტომით, ჩვენ ვთქვათ, რომ 20 დღეში ამას დავასრულებთ. მე ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია. შეუძლებელი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამასთან მუშაობა შესაძლებელია. და ის განცდა, რომ მე ფსიქოთერაპევტთან მივდივარ იმისაც, რომ მე გავალ თერაპიიდან რამდენიმე შეხვედრის მერე, წლის მერე, ან 2 წლის მერე მე ვიქნები გასხივოსნებული, მე არაფერი არ შემაწუხებს, მე არ ვიქნება შფოთვა, მე არ ვიქნება რაღაცა უხასიათობა, არ ვიქნები გაღიზიანებული, ეს არ არის ასე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგეც მნიშვნელოვანი ალბათ გააზრებისთვის, რომ ადამიანი ეს როგორც დინამიკური არსება, რომელიც მუდმივად იცვლება, მუდმივად ვითარდება, რაღაც ცხოვრების ეტაპზე ამოწურავს რაღაც ერთ მდგომარეობას, მაგრამ მე ახალი შემოდის სულ. თავარია ვიცოდე როგორ ვიყო ამასთან. ანუ თავარია რომ თქვა, მე დღეს ცუდ ხასიათზე ვარ, ამან არ ჩამაგდოს რაღაცა სიმძიმ ტრაგიზმში და მივხვდი რატო ვარ დღეს ცუდ ხასიათზე. და მივხვდი რომ ეს ცუდი ხასიათი განპირობებულია ამისგან. და რომ ეს არ არის კატასტროფა. და რომ მე შემიძლია ამასთან ურთიერთობა. ანუ თავარია არ ტანჯავდეს ის პროცესი, რომელშიც მე ვარ. და თერაპიული ნაწილი ეს არის საშუალება იმისა, რომ მე შევძლო ამ ტანჯვის შემსუბუქება, ან გაქრობა ნაწილობრივი. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის მე პირადად, მე 7 წელია რაც გავდივარ პირად ანალიზს. იმიტომ რომ როგორც ანალიტიკოსი მე უნდა ფორმირდე. და რა თქმა უნდა დაახლოებით იგივე რაოდენობა მყავს ჩემი სუპერვიზორი. მე შეგვიძლია ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, ხანგრძლივი, მაგრამ ეს მეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში. და ვფიქრობ, რომ ეს მეხმარება იმ მდგომარეობაში, რომ მე პაციენტს დავეხმარო. როგორც ანალიტიკოსმა, როგორც თერაპევტმა და არ აქვს მნიშვნელობა მე დღეს შეიძლება ანალიტიკოსი გავხდე სხვა მიმდინარეობა, მაგრამ მე უნდა ვიცოდე ჩემი თავი და ჩემი რაღაცა სამყარო, რომ ეს სხვას მოусმინო. ნამდვილად მეც სხვათა შორის პირად თერაპიაში ვარ ახლაც და რაღაცნაირად ის ფსიქიკური ჰიგიენის შენარჩუნება, იმიტომ რომ ეს როლი ფსიქოთერაპევტის ამაზეც ალკე კიდე სასაუბრო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პაციენტის გადმოსახედიდან, ის როგორ გრძნობს, ის რას ფიქრობს, რა გამოაქვს გარეთ და ასე შემდეგ, მაგრამ თერაპიული პროცესი არ არის რაღაცა ერთი მსახიობის თეატრი, ამაში ორი ადამიანია ჩართული და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური ურთიერთობა და ძალიან ისეთი ნიშნულოვანი ურთიერთობა. არის რიგი ავტორებისა, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ როლს სწორედ ურთიერთობის პროცესს აკისრებენ, არა ტექნიკებს მაგალითად, არა თეორიულ საფუძველს ჩარჩოს, არამედ ურთიერთობას პაციენტსა და თერაპევტს შორის, როგორც ორი თანასწორი ადამიანის ურთიერთობას. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ რაღაცა მიმღებლები, იმ ადამიანის ტანჯვა ახსენეთ თქვენ და ჩემი რაოდენ სუდადაც არ უნდა ჟღერდეს ცოტა უხეში, მაგრამ ჩემი საყვარელი სიტყვა, იმიტომ რომ ყველაზე კარგად აღწერს რაღაცნაირად ადამიანის ყველაზე ნამდვილ ავთენტურ მდგომარეობას, იმიტომ რომ უმეტესად ზუსტად ეს არის ტანჯვის მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება ხოლმე. ადამიანი იტანჯება და გამოხატავს ამას სხვადასხვა ფორმით. და ზუსტად ამ ტანჯვის პირველი მიმღებლები ვართ ხოლმე ჩვენ თერაპევტები ამ შემთხვევაში. რაც ბუნებრივია ძალიან აჩენს იმის საჭიროებას, მე ვიტყოდი პირდაპირ საჭიროებას, რომ ეს საკუთარი თავის დაცვა ამ პროცესში
აი ეს ფსიქიკური ჰიგიენის რაღაცა მიყოლა ზედმიწევნით და დაცვა არის ერთ-ერთი ისევ პირველ რიგში პაციენტისთვის და მისი კეთილდღეობისთვის და მერე ბუნებრივად ჩვენთვის იალომს ირვინიალომს უწერია რომ სულ რაღაც ერთმა გახსოვდეს რომ რაღაცა პაციენტს შენ ყავს რაღაცა ბევრი პაციენტი და პაციენტს ყავს ერთი თერაპევტი იმისთვის შენ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ მაგრამ შენ კიდე რამდენი ყავს ბევრ ადამიანზე გაქვს ეს რაღაცნაირი პასუხისმგებლობა თითქოს აღებული, თუმცა პასუხისმგებლობა მთლად კიდე არ მომწონს. მან რო არ მოვაშოროთ პაციენტს თავისი პასუხისმგებლობაც. ხო, შეიძლება ასე თქვას, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ავიღებთ ჩვენი პაციენტის პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ ჩვენ თუ ეს გავაკეთეთ, ჩვენ გავხდებით მშობლები. და ფსიქოთერაპევტი მშობელი არ არის. მისი ფუნქცია მშობლობა არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მზრუნვა როგორც ასეთი არ უნდა გამოიხატებოდეს მისი ესე ვთქვათ მდგომარეობის წახალისებაში ხელშეწყობაში მზრუნვა გამოიხატება რომ თვითონ პაციენტი მივიდეს საკუთარ მდგომარეობასთან რომ შენ იყო ადამიანი რომელიც ამას იღებ უსმენ და იღებ რომ ჩვენ ხანდახან უნდა პაციენტს რომ ჩვენ მშობლები ვიყოთ. ხანდახან უნდა პაციენტს რომ ჩვენ მოუგვაროთ ყველაფერი. ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა. მაგრამ როგორც კი ჩვენ ამას გავაკეთებთ, იკარგება პაციენტი. მორეთ ვკარგავთ პაციენტს არა. იკარგება პაციენტი. აი რას გულისხმობთ იკარგება პაციენტი? იკარგება პაციენტი გულისხმობ იმას რომ იქ მთავრდება თერაპიული ნაწილი. იქ ხდება ის რომ შემდგომ პაციენტი აღარ თავისუფლდება საკუთარი განცდებიდან და ყოველთვის იქნება მოწერა ჩვენკენ. ანუ მე თუ ერთი პრობლემა მომაგვარე, ესე იგი მეორეც, მესამეც და მე ეს დაუსრულებელი. ხო, და ეს თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი. ეს უბრალოდ მშობლის სამწუხაროდ. ხანდახან ამას აკეთებს მშობელი, არ აძლევს საშუალებას რომ გაიზარდოს. არ აძლევს საშუალებას რომ განიცადოს დანაკარგი. არ აძლევს საშუალებას ხანდახან რომ განიცადოს ერთგვარი ნარცისული ჭრილობა. ყველაფრის მზაო და ეს რა თქმა უნდა თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით და ხშირ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოება თავისუფლებას აღიქვამს როგორც რაღაცა ყველაფრის კეთების საშუალებას, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ თავისუფლება ეს ერთგვარი ჩარჩოა. და პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. თავისუფლება ეს პასუხისმგებლობაა და ეს ჩარჩოა. და ამიტომ ყველა ვინც ვამბობთ რომ ხანდახან გვინდა თავისუფლება, სინამდვილეში ეს სურვილი არავის არ აქვს. ნამდვილად. სარტრი როგორც წერდა რომ მისჯილი აქვს ადამიანს თავისუფლება და აკეთებს ყველაფერს რომ ოღონდ თავისუფალი არ იყოს. თერაპიული პროცესი რა არის რომ მე ჩემი თავისუფალი გავხდე. ჩემს თავთან მქონდეს ადეკვატური, ჰარმონიული მდგომარეობა და მიმღებლობა. ეგ არის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ხლა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეგ არის. მიმღებლობა უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ხშირად გონიათ ხოლმე, რომ ჩვენ ძალიან ბევრი აისბერგი ახსენეთ და ის 10-ჯერ მეტი ნაწილი, რომელიც წყლის ქვემოთ არის, რომელიც საერთოდ არ მინდა რომ ვიცოდე. არ მინდა არ მომწონს, მაქვს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ჩემია. მე მაქვს და ამას ვერ გავურბივარ, თუმცა აი ეს რაღაცა დაყენება მოთხოვნა იმისა, რომ გავაქრო, საერთოდ აქვთ ხოლმე ეს წარმოდგენა, რომ მე მინდა რომ მოვიშორო ეს რაღაც, რაც არ მომწონს. სინამდვილეში, რაც წესით უნდა გულისხმობდეს იმას, რომ პირიქით მე მივიღო, ვაღიარო, რომ ეს არსებობს და ისიც ჩემი ნაწილია და ის მთლიანობაში მქმნის მე, როგორც სრულ პიროვნებას. იდეაში ამას როცა გავაკეთებთ, ისიც ქრება. აი ესე ვთქვათ, ქრება არა პირდაპირ მნიშვნელოვნებით, არამედ ქრება ის წუხილი, ის მდგომარეობა, ის მისი პათოლოგიზაცია ქრება. ეს უხეშად რო ვთქვათ. და როცა ვამბობთ, რომ აი ძალიან საინტერესოა, როცა ამბობთ, რომ მე ეს ყველაფერი ვიცი. ანუ მე ეს ვიცი, ის ვიცი, ასე ვიცი, ეს ყველაფერი ხო თქვი, გავაცნობიერე და რატომ არ შეიცვალა? ანუ მე ისე მდგომარეობაში ვარ. მაგრამ მე ხანდახან ვფიქრობ და ვამბობ კიდეც, რომ
ცოდნა არ არის ცვლილების საფუძველი. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვიცით, მაგრამ ეს ცოდნა არაფერში არ გვადგია. უფრო მეტიც ხანდახან ხელს გვიშლის კიდეც. ცოდნა არ არის მარტო პროცესი. გაცნობიერება ეს ნაწილია ცოდნის. მე ვაცნობიერებ იმ ცოდნას, რომელიც მივიღე. მაგრამ მიმღებლობაც აუცილებელია ამ დროს. გავაცნობიერე რომ რაღაცა აქტი განვახორციელე, რომელიც მე დღეს მიშლის ხელს პარტნიორთან ურთიერთობისთვის. მაგრამ რატომ არ ვცვლი? კითხვა ისმის, რატომ არ ვცვლი? ანუ რა პატერნი მაქვს ამ პროცესში? ეს გამოვიყენე ყველა საშუალება დაწყებული Google-დან დამთავრებული ChatGPT-ით. და ყველამ ეს მითხრა რომ აი ეს არის. მაგრამ ჩემმა ანალიტიკოსმა თუ თერაპევტმაც მიმიყვანა იქამდე რომ ეს არის. მაგრამ ისმის კითხვა რატომ არ ვცვლი? რატომ არ გადამაქვს ქცევაში? ნუ ბევრი პასუხი შეიძლება იყოს. არ ვაქვს საუბა, არ ვაქვს მიმღებლობა ამ პროცესის. უბრალოდ მინდა რომ რაციონალიზაციას ვაკეთებ და ემოციურ დონეზე საერთოდ არ მაქვს ამისი განცდა. ანუ როდეს ქცევა, ეს პატერნი, ეს ქცევა, ეს მდგომარეობა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაზე უარი თქმა არ მინდა. ან ეს სიმპტომი როგორც ასეთი თქმობის ნაწილია. ამიტომ ეს ყველაფერი, ამიტომ ვფიქრობ ინტერპრეტაცია, ამიტომ ამბობ ხოლმე, რომ ინტერპრეტაცია არ არის რაღაცა თქვი უთხარი რომ ეს ასე არის და უცბად ყველაფერი მოგვარდა. დასრულდა. ინტერპრეტაცია ეს არის ნაწილი პროცესის თარგმანი იმ სიმპტომის, იმ სტრუქტურის აგების, რომელიც მე ეხმარება ანალიტიკურ აქტში, პროცესში, თერაპიულ პროცესში. რომ ეს აქტი განხორციელდეს და ამას მთელი მდგომარეობა უნდა. და ამიტომ არის რომ ეს დროა, რომელიც შენ საკუთარ თავს მისცე. და მზაობა კონდეს, პირველ რიგში მზაობა კონდეს. ძალიან რთულია, როცა ადამიანი იძულებით მოდის. ძალიან რთულია მასთან მუშაობა. როცა მისი სურვილი არ არის ეს. მაშინაც რთულია, როცა სურვილი არის. და წარმოგიდგენთ, როცა მით უმეტეს როცა შენ არ გაქვს ამის სურვილი და მოდიხარ თერაპიაზე, რატომ? იმიტომ რომ ვიღაცამ გითხრა, ან ვიღაცის გულის მოგება გინდა. ან მშობელმა გაიძულა, როგორც მოზარდს, ან როგორც ბავშვს, შენ დღეს უნდა იარო, იქ რომ ხვალ ხუთები ქონდეს, ან რა ვიცი, ჭკვიანი ბიჭი იყო. და იქ მგონია თავი რომ თერაპევტთან როგორც გამოსასწორებელ რაღაცა მდგომარეობასთან, რომელიც ხელს დამიქნევს და მეტყვის. იქ უკვე დობის მოპოვებას ორჯერ მეტი დრო უნდა მე რომ მკითხო, ვიდრე ის ვინც მოდის თავისით. ამიტომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია. ეს არ არის როგორ აღნიშნოთ ის მდგომარეობა, სადაც მე ძალიან მარტივად გავაკეთებ ყველაფერს. არ არის. ეს არის ზუსტი გამიზნული პროცესი, სადაც მე უკვე მზათა ვარ ჩემი თავის შეცნობისთვის, განვითარებისთვის, მათ შორის, ან ხდება ისე რომ მე მივდივარ, რომ იმდენად მაწუხებს ჩემი სიმპტომი, ან იმდენად ვიდანჯები, რომ სხვა გზა არ აქვს უნდა მივიდე. და ვიწყებ ვითომ ამ ტანჯვაზე საუბარს. რაღაცა პირველი ეტაპი. და მე უკვე რაც უფრო შორს მივდივარ. მე გადავდივარ ობიექტურად რაც იწევს ჩემს ტანჯვის მდგომარეობას. და ეს არის მტკივნეული გზა. როგორც ასეთი. მაგრამ სამაგიეროდ არის ის პროცესი, სადაც მე გამოვდივარ მდგომარეობიდან. ან მე სწავლობ როგორ ვიცხოვრო ამ მდგომარეობაში. და ეს წინასწარ ვერ განისაზღვრება. ვერ იტყვი რომ შენ აი ამ სიმპტომიდან მოგაშორებ. ან აი ამ დაავადებას, ეს დაავადებაში არ გექნება. ჩემთან თვლი, რა ვიცი, 10 წელი. პირობიდან ან ჩვენთან თვლი 10 დღე. ხო, არ გექნება ან ძალიან რთულია ეს უთხრა პაციენტს, ის უთხრა პაციენტს, რაც რეალურია. და რეალურია ხანდახან არ ვიცი. ნამდვილია და გულწრფელი. გულწრფელი. მაგრამ არის ხანდახან ის რომ შენ გინდა შენი ნარცისული სული დაიკმაყოფილო და უთხრა რომ უი ეს რა არის?
მოგვარებადია. ცოდნის დემონსტრირება, რომ შენ იცი. ხო, აი, ასეთები მყოლია და მომიგვარები. იმიტომ რომ რატო? ერთი რომ შენ გინდა რომ ესაჩვენო და მეორე რომ შენ ელოდები შენ გაიძულებს პაციენტი. ანუ თითქოს გაები მის მახეში, რომელიც მოითხოვს ისედაც შენ გაგ. ხო, აი ის განცდა რომ მან დაგიტოვა ეს და შენ გახვედი. ანუ ეგ არ არის, ეგ ზუსტად აი აქ უნდა იყოს გაჩერებული პროცესი. და რატო ვამბობთ, რომ თერაპიაში ჩარჩო მნიშვნელოვანია? კაცრად მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ჩარჩო ეს არის ზუსტად თერაპიის მნიშვნელოვანი ნაწილი. რომ შენ პაციენტთან შექმნა ის ფსიქიკური არეალი, სადაც ორიენტირებულია მის ფსიქურ სამყაროსთან და თერაპიულ პროცესთან. ეს მნიშვნელოვანია. ეს ჩარჩო არ უნდა დაერქვეს. როგორც არ უნდა დაერქვეს ეთიკური ნაწილი, რომელიც შენ გაქვს, რომელიც შენ არ იყოს გაწერილი, როგორც ასეთი, მაგრამ შენი შინაგანი მორალური ეთიკური ნაწილიც უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, არის გაწერილი ეთიკური ნაწილი, ყველა მიმართულებას აქვს. მაგრამ შენიც უნდა გქონდეს ფურცელზე რა წერია, ეს არ არის განსაზღვრელი თუ შენ პიროვნება არ ხარ ესეთი ჩამოყალიბებული და სრულად არ აქვს შენი შინაგანი მორალი, შინაგანი ეთიკური ნაწილი. ეს მნიშვნელოვანია თერაპიაში. ღირებულების დონემდე არის ეს. რა თქმა უნდა. უმნიშვნელოვანესი საკუთარი თავისთვისაც, პაციენტისთვისაც და ასე შემდეგ. იცით რა მინდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩემი აზრით, რაც ვფიქრობ, რომ ღირს ნამდვილად განხილვად. თქვენ დასაწყისშივე აღნიშნეთ, რომ ეს მცდარი წარმოდგენა არსებობს იმის თაობაზე, რომ მხოლოდ რაღაცა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის არის თერაპია და ნებისმიერ დროს შეგვიძლია ჩავერთოთ ამ პროცესში. თუმცა მაინც ცალკე არსებობს ფსიქიკური აშლილობა, როგორც მდგომარეობა, რომლებთანაც ვმუშაობთ. რა თქმა უნდა. ასეთ დროს თქვენ ასე ვისთანხმეთ, რომ ეს არ არის დიაგნოსტიკის სივრცე, ამისთვის არსებობს ფსიქიატრია და ფსიქიატრები, რომლებთანაც საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ხოლმე. თქვენი გამოცდილებაც რომ მოგვიყვეთ. მე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ეს არის ერთგვარი ტანდემი ორი მნიშვნელოვანი პროფესიის, რომელიც ერთმანეთს არ გამრიცხავს. ვფიქრობ, რომ პაციენტთან მუშაობ თერაპიულ ნაწილში და ხედავ, რომ არსებობს მწვავების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, სადაც აუცილებელია მედიკამენტოზური ჩართულობა, ანუ ფარმაკოთერაპია. აუცილებელია ნებისმიერი მიმართულება, ვინც არ უნდა იყოს ფსიქოთერაპევტი, რა მიმართულებითაც არ უნდა მუშაობდეს, აუცილებელია იყოს გადამისამართება. ოღონდ ეს გადამისამართება უნდა მოხდეს თერაპიის პროცესში, უნდა აუხსნათ პაციენტს რატომ კეთდება ეს და რომ ფსიქიატრთან კონსულტირება არ არის კატასტროფა. არ დასრულდა ცხოვრება. ეს უნდა ახსნათ იყოს, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია. და ასევე მნიშვნელოვანია ეს, რომ საფსიქიატრთან კონსულტირება მიმდინარეობს და ფარმაკოთერაპიული ნაწილი არის. შენ თერაპიულ ნაწილში ამ ადამიანს აძლევს საშუალებას იმუშაოს საკუთარ გასტებთან და რა თქმა უნდა კონსულტაცია შენს უნდა გქონდეს შენს იმ ფსიქიატრთან, რომელთანაც ერთგვარი ბმა ქონდა. ამის გარეშე არ შეიძლება. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვთვლი. თუმცა ერთ რაღაცა ჩართვას გავაკეთებ, ცირეს ცოტა ხნის წინ დავესწარი კონფერენციას ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები იყვნენ ჩამოსულები ჩვენთან. ბევრ საკითხზე ისაუბრეს თანამედროვე ფსიქოანალიზი ასე შემდეგ და იქ იყო საკმაოდ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრილი, ჩემთვის მნიშვნელოვანი ყოველ შემთხვევაში, გადაჭარბებული მედიკალიზაცია დღევანდელი. ხო, ამაში მე ვეთანხმები. მაგაში მე სრულიად ვეთანხმები. მე პირადად ჩემ ირგვლივ საახლობლო სამეგობროშიც მათ შორის და არა მხოლოდ აი ეს რაღაცა უკვე დღეს თითქოს ტრენდად ერთგვარად დამკვიდრდა ფსიქიატრთან კონსულტაცია და გარკვეული რაღაც მედიკამენტოზური მკურნალობა და ასე შემდეგ თერაპიის გარეშე და არა იმ რაღაცა რეალურ საკითხზე მუშაობა, არამედ მხოლოდ ეს სიმპტომის მოხსნა. უფრო ზუსტად აგზდების მოხსნა. ნამდვილად იყოს ამ სიმპტომის შედეგად გამოწვეული რაღაცა კონკრეტული აგზდების მოხსნა. მე გეთანხმებით იმაში, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა, როგორც ასეთი
აუცილებლობის შემთხვევაშია მხოლოდ და მხოლოდ. და ისიც თერაპიულ ნაწილთან ერთად. ის რომ აი ჩვენ მივიღოთ, აი ცუდად ვარ და უნდა გავიქცევ. მივიღოთ წამალი არ არის გამოსავალი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებულ რეალურ პრობლემასთან ვარ ვთქვათ მიღებას, სწორად უნდა გავიგოთ ეს პროცესი. წამალი არის რა? იმ ესე ვთქვათ ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ესე დავარქვათ პროცესების მართვა, რომელიც შემდგომ გვეხმარება რაციონალური, გარკვეულად ემოციური მდგომარეობასთან ურთიერთობაში. რომ მივიდეთ შედეგამდე. მაგრამ წამალი არ აქრობს იმ ფიქრებს, იმ ისტორიას, იმ გამოცდილებებს, იმ ტრავმატულ მოგონებებს, იმ ყველა სტრუქტურას, ფსიქიკურ სტრუქტურას, რომელიც და ბირთვს, რომელიც იწვევს ამ ერთგვარ ბიოქიმიურ თუ ფიზიოლოგიურ სიმწვავეს, ამ ტანჯვას. ხო? ამიტომ ეს იგი რას ნიშნავს ეს, რომ მე უნდა გავიარო, გავაცნობიერო, გავაანალიზო ის პროცესები, რაც მაწუხებს, მაგრამ თუ ეს ჩემი სიმწავე მდგომარეობა მიშლის ხელს ამის განხორციელებაში, საჭიროების შემთხვევაში უნდა მივიღო მედიკამენტები. და არა ისე რაღაცა. ხო, არ ვიცი ხა ჩემი შეფასებით მე რასაც მე ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად აი ამ ეს რაც დადგა ეს საკითხი გადაჭარბებული მედიკალიზაციის, რაღაცერთ ადამიანებს თითქოს აი ეს ცუდად ყოფნა რო ახსენეთ, აღარ შეუძლია, თუ აღარ უნდა ამის გაძლება, ცუდად ყოფნაში ყოფნა იმისთვის რომ ეს მე გაიაზროს, გააცნობიეროს კარგად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მაგალითად მომახსენდება ხოლმე ის წიგნი არის საოცარი ახალი სამყარო ლოს-აქსლის მედიკამენტი რო აქვთ იქ სომა, რომელსაც სვამს და არასდროს არაფერი არ ტკივა, არც ემოციურად, არც ფიზიკურად, გამოიყურებენ ფანტასტიურად და რაღაცა აი ამის ფუნქცია ხო არ შეიძინეთ ხო მე ეგ მაღელვებს აი ამ რაღაცა წამლის მიღება. სამწუხაროდ შესაძლოა ასეც იყოს. იმიტომ რომ ზოგადად ხშირ შემთხვევაში ადამიანს უყვარს გაქცევა რეალობისგან. გაქცევა ტკივილისგან, გაქცევა რაღაცა პროცესისგან, გაქცევა იმ მდგომარეობისგან, სადაც მისი სურვილები არ არის დაკმაყოფილებული. მაგალითად ფანტაზმის სახით. მაგალითად თამაშის სახით, ნებისმიერ ამის, მაგალითად ადიქციური ქცევის სახით. და მათ შორის ადიქციური კვებითი აქტის სახით. და ყველას ძირითადად ეს სურვილი, ეს ფანტაზმატიკური სურვილი არის ის, რომ მე არ ვქონდეს შეხება რაღაცა ტკივილთან. ისედაც. არ მტკიოდეს. თუნდაც არ შევწუხდე, მოდი ესე თქვა, ტკივილიც არ იყოს, არ შევწუხდე, არ დავიხარჯო, არ დავხარჯო ენერგია. ხო, მაგრამ არ გამოდის სხვანაირად. თუ არ შეწუხდი. ამ დროს უფრო წუხდები სინამდვილეში. ნამდვილად. ვიდრე ქმედებას ახორციელებ და ამ პრობლემას აგვარებ. შესაძლოა. ჩვენ ეს როგორი მომენტია, ძალიან რთულია ამაზე ამის განზოგადება. მაგრამ რაღაცა საფუძველი ამ პროცესს უდევს. ყველაფერი გვინდა მარტივად. მაგრამ მithumetes როცა გარემოც გვიწყობს ხელს გამარტივებაში, ყველაფერი მარტივდება. ძირითადად და უმეტეს შემთხვევაში მარტივი არაფერი არის კარგი და ხანგრძლივი. ეგ მნიშვნელოვანია. გიორგი, ერთსაც გკითხავთ, თუ შეიძლება, ჩემთვის ყველაზე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხს. და მე მგონი დავასრულოთ მერე. თქვენი გამოცდილებით, პრაქტიკული გამოცდილებით, ამდენ ადამიანთან ურთიერთობის შედეგად, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა აწუხებს დღეს ადამიანს თანამედროვე სამყაროში? ხო, ეგ ინდივიდუალურია, ალბათ. და რთულია განმაზოგადოთ. მაგრამ ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული სტრუქტურა შეიცვალა. ანუ როგორც ასეთი სუბთა სახის ნევროზები არ არის პირობითად ლაპარაკობ. უფრო მეტად ნარცისული ნაწილი წამოიწია. მაგალითად,
შეიძლება ითქვას. განსაკუთრებით კოვიდის მერე ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა. ფსიქიკურ სტრუქტურაშიც, განცდის დონეზეც. ერთი პერიოდი ძალიან აქტიური იყო. აქტიური იმიტომ კი არა, რომ ჭალებში მოდაში იყო, არა, აქტიური იყო ისტერიული შეტევები, ესე ვთქვათ, ისტერიული პროცესები. უფრო მეტი შფოთვა აწამოწეული ახლა ამ ბოლო პერიოდში. და ცოტა დღეს იმდენად არის ფართო პროცესები, როგორც პოლიტიკური, საგარეო საშინაო მაგას არ აქვს მნიშვნელობა. იმდენად დიდი ინფორმაციის ველია. იმდენად სწრაფად აჩქარდა ცხოვრების სტილი და იმდენად არის დაძაბული ყველაფერი, რაც კი შეიძლება იყოს. ამ ბოლო აღარ ვლაპარაკობ ბოლო 10 წლებს. ცოტა ბოლო 2 წლებს, 5 წლებს. რომ ძალიან რთულია ყველაფერზე ვისაუბროთ, ზოგადად მივედოთ და თქვათ, რომ ან ეს არის წამყვანი, ან ეს არის კონკრეტული. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ცვლილებები ხდება ფსიქიკურ სამყაროში. რაღაცა თვითონ ნოზეოლოგიას კი გადახედვადი გახდა. მე როგორც ვიცი. და სტრუქტურაც პიროვნების რაღაცნაირად შეიცვალა. ხა უფრო მეტად ნარცისული ნაწილი წამოიწია წინ. უფრო მეტად. ამან ხელი შეუწყო რა ამ სოციალურმა მედიამ პროცესმა რომ უნდა იყოს სწორკვებაზე, უნდა ბევრს ვარჯიშობდე, იდეალურად გამოიყურებოდა და სულ რას წამოწეულია წინ, რომ მე უნდა ვიყო იდეალური. მე მაგას დანაკლისის განცდა და უნდა შევივსო. და შევსება არ ნიშნავს რაღაცა გამitharbis აწილს, უნდა იყო რაღაცა ზებუნებრივი. და მე არ მაქვს რაღაცა სისუსტე და გრანდიოზულობის განცდა ერთგვარი. და ეს პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიქნებით იდეალურები, ვერ ვიქნებით გრანდიოზულები, ვერ ვიქნებით ვერ გავყვებით იდეალური მესახქმას. იმიტომ რომ ყოველთვის წავაწყდებით სადღაცას ჩვენზე უკეთეს. ყოველთვის წავაწყდებით სადღაცას იმას, რასაც მე ვერ ვიღებ და ვერ მივიღებ. რაღაცას, რაც მე მინდა, ყოველთვის არ არის შესრულებადი. და ეს მიგვიყვანს ყოველთვის ერთგვარ ნარცისულ ჭრილობასად, რომელიც არის ტანჯვის ნაწილი. მე შემიძლია ვიყო მხოლოდ მე. სხვა ვერ ვიქნები. ხო, ეგ მნიშვნელოვანია. უღრმესი მადლობა. თქვენ მადლობა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ასე.